საღამოშიდობისა ჩვენ ვართ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ვართ ბათუმში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები პროევროპულ აქციაზე. გრძელდება ეს აქციები უკვე 500 დღეზე მეტია. მოქალაქეები არაპირებენ ამ პროტესტის შეწყვეტას, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, სინდისის ტყვეები და მაშინ როცა არაერთი რეპრესიული კანონის მიღებით და მისი მოქმედებით როგორც შანსს და ძალიან თვალნათლივ ჩანსს აპირებს ოცნების მთავრობა რომ დაამკვიდროს დიქტატურა ამ ქვეყანაში. Ukraine's რომ მოქალაქეები 2024 წლის 28 ნოემბრიდან იკრიბებიან სხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ასევე თბილისშიც ამ წუთებში იმართება აქცია და არა μόνο დიდ ქალაქებში ყველგან იცის ეს პროტესტის ხმა. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების მთავრობამ პრაქტიკულად განაცხადა იმის შესახებ, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, მას შემდეგ იმართება უწყვეტად ეს საპროტესტო აქციები ნებისმიერ ამინდში, თოვასში თუ ყინვაში თუ წვიმაში თუ ძლიერ სიცხეში. ყოველთვის გან მოქალაქეები ქუჩაში და ამბობენ რომ არ შეწყდება ეს პროტესტი მაშინ როცა ამ ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები. დღეს ბათუმის პროევროპულ აქციაზე არიან ასევე თავისუფლების მოედნის წევრები, ისინი ბოლო დღეების განმავლობაში დადიოდნენ აჭარის სოფლებში, ხვალ აპირებენ რომ გამართონ ფორუმი, სამოქალაქო ფორუმი სასწავლო რედისოში. მე მინდა გავესაუბრო ამ პოლიტიკური პარტიის წევრებს და მანამდე გავესაუბრო სიკო ჯანაშიას, რომელიც განათლების ექსპერტია, რომელიც დღეს ასევე ბათუმში და პროევროპულ აქციაზეა. საღამოშიდობისა ბატონო სიკო, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. მინდა რომ გვესაუბროთ ბოლო ამბებზე, რაც ხდება განათლების სისტემაში, სკოლებში, ასევე დავიწყოთ უნივერსიტეტებიდან, რა გამოჩნდა მთლიანობაში, ეგ რო ვთქვათ ჩვენს მაყურებელს, რის მცდელობა ჰქონდა ქართული ოცნების მთავრობას, რის მიღწევა სურს მას აი ამ სივრცეში, ამ სექტორში. პრინციპში თუ გავაკვირდებით რა პრინციპები ჩამოაყალიბეს იმისთვის, რომ ვითომ გაემართლებინა საკუთარი რეფორმა, არც ერთ იმ პრინციპს არ იცავთ. მაგრამ თქვენს რომ იქნება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, სადაც ეთქოს ქალაქში მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იქნება რაღაცა კონკრეტული სპეციალური შესწავლა. ეს პრინციპი არ მუშაობს. მაგრამ თბილისში გვაქვს ორი არქიტექტურის პროგრამა, ტექნიკურ უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიაში. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტში რაღაც პროგრამა დატოვეს, რაც არის მაგალითად სოფლის უნივერსიტეტში და ასე. და აქედან ჩანს ის, რომ სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. სხვა მიზანი არის პოლიტიკური კონტროლის დამყარება და გამოდის, რომ მთელი ეს აურზაური უნივერსიტეტების სირბლივ ანუ რომ გააკონტროლონ პროფესორები და მათი კრიტიკული აზრი, სადაც არის ეს კრიტიკული აზრი. სხვა უნივერსიტეტებში ნაჩვენონ მაგალითი, რომ თქვენც ეს დაამთავრეთ. თავისუფლად გამოხატოთ საკუთარ აზრს, სტუდენტებისთვისაც არის მუხარა შეიძლება დაიხუროს უნივერსიტეტი, რომელშიც ფიქრობთ, რომ დაიღოთ დიპლომი. მაგრამ სკოლებში რაც ხდება, ეგ არის საუკეთესო გამომში იმისი, როგორ აღარ მუშაობს საერთო სახელმწიფო, როგორც მუშაობს. მაგრამ რა გითხრათ, როგორ გამოჩნდა ყველაზე მკაფიო მაგალითი რო გითხრათ, მაგალითად ის, რომ ილიას უნივერსიტეტის გაქრობა უნდა პრაქტიკულად ოცნების მთავრობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ სივრცეში განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტი ძალიან ხშირად აღმოჩნდა ოცნების დარტყმის ობიექტი და ძალიან ხშირად აღგრებდა კრიტიკულ პოზიციას განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კუთხით, ხო ილიას უნივერსიტეტში. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს გაუქმეს 90% სტუდენტების მიღების. როცა ილიას უნივერსიტეტმა მოითხოვა შეხვედრა, უბრალოდ არ ხდება. და პირდაპირ აი თქვა კობახიძე ამბობდა პირდაპირ ეთერში, რომ ჩვენ ვიმგვარებთ, რომ თქვენ შეიკრიბეთ და ჩვენზე რაღაც მოგებული კომენტარები გააკეთეთ. ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ მიუღებელია დემოკრატია და ამიტომ ახლა რა ვთქვი, რომ თქვენ გაგაუქმეთ. ან მაგალითად, როცა ვიცით, რომ არსად სხვაგან არ არსებობს ის პროგრამები, რომელიც ილიაში გააუქმეს და მაინც აუქმებ, ამას ახსნა არ აქვს არანაირი. ანუ სხვაგან რო ისწავლებოდეს იგივე, ეს რო იყოს რაღაცა დაზოგვის რაღაც რესურსების დაზოგვის ინტერესი, კი ბატონო, მაგრამ თავიდან ნახეთ ის, რომ ევროპის რაღაცა ასტროლინგვისტიკის და ასტროარქეოლოგიის პროგრამები შემოიღეს, მანამ ხალხი არ აყვერდა და მანამ რაღაცა არ დააციეს, მანამ გერმანიამდე არ მიაღწია ამ ინფორმაციამ და მანამ გერმანელები არ ჩაერიან უნივერსიტეტში, ისინი არიან მართლა საბჭოში, მანამდე უცარიბე პრობლემა და თვითონ მართლა გჭირდებოდა ასტროლინგვისტები და ასტროარქეოლოგები და ციფრიაცნობები და
ეხლა სკოლებში ფორმები როცა შემოვედა, ამაზე ხარჯავა ათეულობით მილიონ ლარს, არ მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ კიდევ ოჯახის საფარჯამედ და ამ დროს ბავშვებს, რომელსაც დუშემის დოანგისტროფის სინდრომი აქვს, ეონებრივი ფული არ არის, ძალიან დაფინანსდეს, ეს აჩვენებს იმას, რომ პრიორიტეტი არის მოჩვენებითი წესრიგი და არა ადამიანის კეთილდღეობა. ანუ თითქოს მუშაობს, თითქოს რუნავს რაღაც მოსწავლეების და სკოლის საჭიროებებზე ოცნება, ანუ ამის დემონსტრირებას ცდილობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება ეხლა ის რომ სექტემბერში აჩვენა რომ აი ჩვენი ნახეთ შემოვიდა ცოტა დამთავრება. ან სამ თვეში მე ბავშვები გაიზრდებიან ეს რაღაცა რელევანტურობასთან ბავშვები ეს ფორმები დაუბატარავდნენ და ეს ფული იქნება გადაყოლილი. ანუ ეს ფორმები არ იმუშავებს რეალურად, ანუ არ ატარებენ. ანუ ეს არის დამატებითი გადასახადი ბავშვის მშობლისთვის და ეხლა თანასწორობაზე ლაპარაკობენ რომ ეს შეუძლებს თანასწორობას. აი მაგალითად თუ ვიცით რომ თბილისში მასწავლებლები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ვიდრე სოფლებში, ეხლა ორივეს ფორმა ჩავაცოთ, როგორ გამოსწორდება ეს სიტუაცია. ან იქნება თანასწორობა უფრო უკეთესად დაცული. ან თუ ვიცით რომ მაგალითად ბათუმელებს ეხლა კიდევ უფრო გაუჭირდება თბილისში უმაღლესი ჩაბარება, იმიტომ რომ თბილისში შეზღუდეს ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტების რაოდენობა შეზღუდეს, რომლებიც აბოლოებს ასწავლენ თანასწორობა როგორ გაუჭირდეს. ყველა დაპირება არის ყოველი დაპირება საბოლოოში. რომ იმ პრობლემებს არ აგვარებს, ის აი მე-12 კლასის საკითხი რა გაირკვა საბოლოოდ? რაღაც ასევე გააჩინა კიდევ უფრო დიდი სივრცე, რომ ჩვენ დავშორდებით ევროპულ სივრცეს. ვისაც უნდა ის დამთავრდეს 12 კლასს, მაგრამ სიამოვნებაში ვისაც უნდა ესე არ არის, არამედ შეიძლება მინდოდეს რომ ისწავლოს საფრანგეთში და მაქვს ამის უფლება, მაგრამ შეიძლება არ მექნება. ო, ესე მარცხნივ რომ მე-12 კლასში წავიდე, განსაკუთრებით პრობლემა არის, როცა არსებობს პრესი და ის აი სრული მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ეს გააჩენს ახალ კორუფციის ადგილებს. იმიტომ რომ სკოლები შეეცდებიან რომ გადმოიბირონ ახალგაზრდები, რომ მე-12 კლასში დარჩეს რამდენიმე მოსწავლე იმისთვის, რომ ასწავლო საათები კონდეს და აი გააზრია ასეთი რაღაცის ორგანიზება, სადაც სინამდვილეში მასწავლებლის კეთილდღეობიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას. ანუ კორუფციული სქემა დაბრუნდება ამ ფორმით მათ შორის სკოლებში. ხო რაც იყო 90-იანი წლებში. ამბავი იყო რომ იმ მიმართულებებზე უნივერსიტეტებში სადაც სტუდენტები არ მიდიოდნენ, ლექტორები ყოფილან ხოლმე სტუდენტებს რომ სწორედ ეს მიმართულება აერჩიათ. ნახოთ ეს რაღაც მოხდება ხა სკოლებში იმისთვის რომ სკოლა არ დაიხუროს, იმიტომ რომ სკოლა შეიძლება დაიხუროს იმ შემთხვევაში თუ სასწავლებლის მიმართულება საათები და დაფინანსება აღარ იქნება, შეიძლება თხოვონ მოსწავლეს რომ მე-12 კლასში დარჩენ მიუხედავად იმისა, მათ სწავლა უნდა თუ არ უნდა. ანუ ეს ფული გადაგვაქვს. საერთოდ აი ეხლა წარმოიდგინეთ როგორი გაუთვლელია ეს ყველაფერი რომ ანუ ამბობენ რომ მე-10 კლასში დამთავრდება პროგრამა, მე მე-11-ში გამეორება და მე-12-ში რა იქნება არავინ არ იცის. რა უნდა ისწავლოს ადამიანმა? უკვე დაამთავრა სწავლა ძირითადი პროგრამის და მე გაიმეორა მე-11 კლასში. მე-12 კლასში რა უნდა გააკეთოს? ანუ ეს გაურკვევლობა აწყობს ოცნებას, იმიტომ რომ აღარ ისწავლონ რეალურად მე-12 კლასი აღარ დაამთავრონ. კლასში რომ არ ისწავლონ ეს უნდა. ეს ამას ექნება ცუდი შედეგები რამდენიმე თვალსაზრისით. ერთი რომ გაიზრდება თანასწორობა და ზოგი ისწავლის, ზოგი არ ისწავლის. ისინი ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს ოჯახში რომ დიდხანს დააკავონ ბავშვები სკოლაში ისინი ისწავლიან, ვისაც ჭირდება რომ ეს ბავშვები წავიდნენ სამშაოზე და დაეხმარონ ოჯახების შემოსავლებში, ისინი ნაკლებად ისწავლიან. მე ეს ბავშვები რომელსაც 11 კლასი იქნება დამთავრებული, მათ ნაკლები შანსი ექნება და ჩააბარონ უმაღლესებში. შეეჯიბრებიან 12 კლასთან დავსრულებს, ვისაც მეტი ცოდვა ექნება კიდე, ანუ ეხლა ხوارი უდანასწორები, მე კიდე უფრო გაიზრდება, თან სისტემურად გაიზრდება. ანუ ის თუ არის რომ ვთქვათ ოჯახების შემოსავლები განსაზღვრავს. განსაზღვრავს ეხლა უკვე სასკოლო სისტემას განსაზღვრავს განსაზღვრავს. მერე ის ვისაც 11 კლასი იქნება დამთავრებული, მისთვის უფრო რთული იქნება ევროპაში წასვლა, ან ევროპაში წასვლა არა მხოლოდ სკოლის მერე ეგრევე, არამედ ჯერ უმაღლეს ჩააბარეს მერეც უფრო გაუჭირდება. ძალიან ბევრ თანასწორობას აღარ მავებს სინამდვილეში და ამ დროს ველაპარაკები რომ აი ჩვენ არა სინამდვილეში თანასწორობას ვზრუნავთ, იმითი რომ ფორმები შემოვიღოთ პირველ კლასელებისთვის და მეორე კლასელებისთვის. ეს ლაპარაკი ამის გარდა კიდევ სახელმწიფოების კონტროლია, ხო, შინაარსის კონტროლზე გადავიდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აქამდე გაუნცელობა ადგენდა წიგნს და გაუნცელობები აკაბადონებას ავტორობებს მონავზეები განვითარებაზე სახელმწიფოს, ახლა სახელმწიფო ამაზე ჩვენ ვქნებით გაუნცელებას. ანუ ეხლა ამას რომ არის რაღაც მომენტში შეიძლება თქვას, რომ
საერთოდ რა თქმა უნდა სკოლა აი ქართული სამისრო ასწავლეთ ჩვენს პირდაპირ და ჩვენ ნავსებთ შეგეთ და ასე შემდეგ და ეგ არის უკვე ძალიან ახლოს ტოტალიტარულ სისტემას და რაც გავლილი გვაქვს საბჭოთა კავშირში რაც არის კატასტროფა იმიტომ რომ მე უკვე შინაარსის განსაზღვრას რა არის მეცნიერული რა არის პედაგოგიური საფუძველი რა არის კონკრეტული პარტიისთვის მუშაობა და ცუდიქნა ყველას შულებს დაახლოებით ჩვენ შულებს დიდი მადლობა. მესიკო ჯანაშია იყო განათლების ექსპერტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ ისე მოქალაქეები დღესაც თქვენ ხედავთ ქოლგებით მოსულ მოქალაქეებს უკვე წვიმს ბათუმში, მაგრამ ვიცით რომ 500 დღეზე მეტია გრძელდება ეს პროტესტი, მათ შორის ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ იმას, რომ ქვეყანას ჩაუკეტეს გზა ევროპისკენ, რაც ნიშნავს პრინციპში ამ ქვეყნისთვის პირდაპირ საფრთხის შექმნას, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამიტომაც მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ბრძოლა არ უნდა შეწყდეს, მაშინ როცა სახელმწიფოებრიობას აქვს პირდაპირ საფრთხე ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები, რეჟიმის ტყვეები. მინდა გავისაუბრო ლევან ცუცქირიძეს, თავისუფლების მოედნის ლიდერს, რომელიც დღეს ბათუმის აქციაზეა. საღამომშვიდობისა, ბოდიში რომ გაწყვეტებთ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. ბატონო, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ, როგორც ვიცით, თქვენ ეს დღეებია დადიხართ აჭარის სოფლებში, მოგვიყევით ამ სოფლების შესახებ, როგორ ხვდებათ ხალხი, აქ თუ რა მათ ინტერესი ოპოზიციის საქმიანობის მიმართ, თქვენი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და ბევრი ფიქრობს, რომ არა აქვს აზრი, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგანაც მოგვისმენია სოფლებში შეხვედრებს, იმიტომ რომ შეშინებულია ხალხი, ჩვენ თუ მივიღებთ მე მასთან სუსი მივა ის ამუშავებს, მივედით ბევრგან, მაგრამ მე დაამუშავეს ეს ხალხი და თქვენ და ამას აზრი არ აქვს და იგივე მოდელი თქვენ რაც უნგრეთში როგორც იმუშავა ოპოზიციამ და მოუგეს თქვენ ხო ორბანს და გამოჩნდა რომ ეს იყო მათ შორის კარდაკარ მუშაობის პრინციპის აქტური გამოყენებით, იგივე პრინციპი ვერ იმუშავებს საქართველოში. თქვენ რა დასკვნების გაზიარება შეგიძლიათ ამ ეტაპზე? მე ძალიან ბევრი მამაცი მოქალაქე შემხვდა და სულ არ დამრჩენია შტაბ-ბიჭდილება, რომ მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს პირიქით. ჩემი აზრით, მათ რაც აინტერესებდათ იმ კითხვებზე ჩვენ გავეცით პასუხი და ჩვენ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ იმის შესახებ, თუ რა სატკივარი აქვთ თანამოქალაქეებს, რა იმედები აქვთ და რა დავალება აქვთ ჩვენთან პოლიტიკოსებთან. მე ყოველ შემთხვევაში სხვანაირად პოლიტიკის კეთება ვერ წარმოვიდგენდი. ხო, დემოკრატია ამას გულისხმობს, ხო, თავის გაგებით. არ ვიცი, მე ჩემ შტაბ-ბიჭდილება სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრი დაკვირვება გვაქვს, რომელიც მე გადაისახება ჩვენ პოლიტიკურ გეგმებში და სტრატეგიებში. თქვენ აპირებთ რომ განაგრძოთ ეს კარდაკარი შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ მარტში ვიყავით იმერეთში და იქაც მოვიარეთ ფიზიკურად, რაც მოვახერხეთ ყველაფერი. ახლა აქ ვართ, უახლოეს მომავალში ვიქნებით კახეთში და შემოვივლით მთელ საქართველოს. აპირებ რომ ძალიან ბევრ კარზე დავაკապუნო და შევხვდე და ვესაუბრო ადამიანებს. იცით რა, კი, იმედგაცრუება შემხედრია ცოტა რაღაც ესეთი პესიმისტური განწყობებიც, მაგრამ მთლიანობაში თავისუფლების მოედანი ძალიან დამხნევებული და გაძლიერებული უბრუნდებით ამ ტურიდან და დარწმუნებულია, რომ იმ ადამიანებსაც უფრო გაძლიერებულებს და იმედიანებს თხოვებთ. ხვალ გვექნება დიდი სამოქალაქო ფორუმი ბათუმში, სასწრაფო რედისონში, ხო? რედისონში დია. შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს დაესწრო ეს ამ ფორუმს. ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება, მეპატუჟებით შეუძლიათ მოგზადნენ. რა იქნება ამ ფორუმზე? აი, რატომ შეიძლება მოვიდნენ? ამ ფორუმზე ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ხედავთ ბათუმის და აჭარის მომავალს. როგორი არის ახლა, მაგრამ როგორი უნდა იყოს მომავალში. რომ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს, არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ უკმაყოფილო იყო ადამიანები. უკმაყოფილო იყო მთავრობა, უბრალოდ. აუცილებელი ასევე არის, რომ შევთანხმდეთ, როგორი მომავალი გვინდა, რისთვის ვერთიანდებით, რაღაცის წინააღმდეგ თუ რაღაცის გულისთვის. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გულისთვის უნდა გავერთიანდეთ, აჭარის გულისთვის, ბათუმის გულისთვის, დავასრულოთ ეს ჭაობი, კორუფცია, უცოდინრობა და არაკომპეტენტურობა და ხალხს დაუბრუნოთ ის, რაც წაართოს, ძალაუფლება. საქართველოში არასდროს აღარ უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ხალხს ეტყვის, რომ მე უნდა მემორჩილებოდე. მომავალი ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ხალხს ემორჩილებს.
და ამისთვის ვიბრძვით ჩვენს. დაახლოებით რა სტრატეგიით ხედავთ თქვათ ამის გაკეთებას, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მიტაცებულია ძალაუფლება ქვეყანაში, არჩევნები გაყალბდა, ამ ქვეყანაში ასუსტებენ, ნუ კიდევ სუბუქანათქვამია, კავენ დემოკრატიას, ანადგურებენ დემოკრატიის ინსტიტუტებს, უტევენ პარტიებს, ოპოზიციონერებს, იგივე ელენე ხოშტარიას მაგალითი ამის ძალიან მკაფიო მაგალითია, ხო, რომელიც წარწერის გაკეთების გამო, გამოხატვის თავისუფლების სარგებლობის გამო არის დღეს ციხეში, მედია მზიამოღლობელი თქვათ ციხეშია, ასევე სამოქალაქო სექტორი. ამ ვითარებაში რამდენად რჩება იმის რესურსი, რომ რაღაც მოქალაქეებმა დაიჯერონ ისე, რომ აი არჩევნების გზით ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ხელისუფლება, იმიტომ რომ ისინი ასევე ისმენენ თქვათ ექსპერტებისგან თუ ლიდერებისგან, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთი და იქ მაინც ამან იმუშავა. აი ჩვენ რა რისირწმენა შეიძლება გქონდეს მოქალაქეებმა რის შეიძლება დაიჯეროს ამ მოცემულობაში. ჩვენ უნდა გქონდეს ერთმანეთის რწმენა, ეს ერთი ჩვენი ისტორიის რწმენა, იმიტომ რომ არა მხოლოდ ქართული ოცნების შემოსევას, არამედ ბევრად უფრო უარეს და მრავალრიცხოვან შემოსევებს გადარჩენილი ეს ქვეყანა და ასევე გადაურჩება ამ გამოწვევას და ნათელი მომავლისკენ სიარულს დავიწყებთ. ამიტომ კი წარსულშიც ქონია ჩვენ უარესი განსაცდელი და ეს არაფერია იმასთან შედარებით. მოვა დრო, როდესაც კიდევ უფრო ბევრი მოქალაქე ითქვის, რომ გადამწყვეტ დროს, გადამწყვეტ ადგილას თვითონაც უნდა იყოს. აი ამ ეს ყველგან გრძნობა. ხალხი ელის ამ მომენტს, ხალხი ელის გადამწყვეტ ეტაპს და ელოდება მგონი პოლიტიკოსებისგან უფრო აქტიურ მოქმედებას, ხო, რაღაც თამამდა სტრატეგიას, გეგმას. ეს რატო ვერ ხერხდება რაღაც ერთიანი, მათ შორის ერთობის დაკვეთა მგონი ძალიან მკაფიოდ ჩანს, ხო, მოქალაქეებისგან. მე ვფიქრობ, რომ კოორდინაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი უნიკალური და ყოფადი გზა გააჩნია, ასეთი არის თავისუფლების მოედანი. მათ შორის მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა, ჩვენი გასავლელია და ეს გზა გადის ხალხთან ერთად სიარულზე, ხალხთან ყოფნაზე, მათთან ერთად ხელჩაკიდებულ სიარულზე და აი ეს არის ჩემი რწმენა, პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს პოლიტიკური ბრძოლით, პოლიტიკური შრომით და ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებთ, როგორც მაგალითად დღეს, როგორც ამ დღეებში, როდესაც ჩვენ მოვიარეთ პრაქტიკულად აჭარის ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელი, ეს არის საქმე, რომელიც უნდა კეთდებოდეს. აი ეს ერთობა და კოორდინაცია რატო ვერ გამოდის თქვენ ნაკრები? და არის თავი ხელშემწყობილი ფაქტორი. რა თქმა უნდა, რაღაც დონის იქით უფრო რთულია და არ ყოველწლიურად ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ და პოლიტიკური პარტიები არიან განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული გეგმების და სტრატეგიების მქონე, სხვადასხვანაირად ფიქრობენ. ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, სადაც მოვახერხებთ თანამშრომლობას, უნდა ვითანამშრომლოთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან. თავისუფლების მოედანი ყოველთვის ყველა თანამშრომლობის ფორმატში გულწრფელად და კეთილსინდისიერად მონაწილეობდა და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ სხვა თანამშრომლობის ფორმატებშიც მუშაობთ და ძალიან ბევრი მიმართულებით გაშლილი მუშაობა და სადაც განსხვავებული გზები გვაქვს, ეს განსხვავებული გზები ცივილური, პოლიტიკურად კორექტული, პოლიტიკური ენითა და ფორმით უნდა გამოვხატოთ და საზოგადოება დავარწმუნოთ იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ადამიანურად ლაპარაკი და ამ განსხვავებების რა ვიცი, განმარტება ნორმალურად შეგვიძლია და ამის ერთგული ვართ ამ ხედვის თავისუფლების მოედანზე. დიდი მადლობა. მადლობა. ეს ლევან ცუცქირიძე იყო თავისუფლების მოედნის ლიდერი, როგორც გითხარით, ეს პოლიტიკური ძალა ბოლო დღეების განმავლობაში დადიოდა აჭარის სოფლებში და ხდებოდა მოსახლეობას. ხვალ ისინი გამართავენ ფორუმს, სამოქალაქო ფორუმს ბათუმში და დღეს ისინი არიან ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. გრძელდება ბათუმის საპროტესტო აქცია. ისე როგორც ყოველ საღამოს დღესაც მოქალაქეები შეიკრიბნენ აი აქ შეიძლება ითქვას ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება ეს მოქალაქეების პროტესტი. ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების მკაფიო პოზიციები, რომ ისინი არაპირებენ, რომ დატოვონ ჩაკეტილი ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ და ეს პროტესტი თქვენ იცით, რომ დაიწყო მას შემდეგ, რაც
მოისმინეს მოქალაქეებმა ქართული ოცნების გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის შეჩერებული 2028 წლამდე. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ევროინტეგრაციის კურსის შეწყვეტას და არა მარტო ეს განაცხადი, ჩვენ ნახეთ, რომ ევროკავშირის 12 პირობიდან, რაც უკავშირდებოდა ასოცირების ხელშეკრულებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს უკვე მოგვიანებით, არც ერთი პირობა არ შეასრულა ოცნებამ დემონსტრაციულად და ნახოთ, ხედავთ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ანტიდასავლურ და აგრესიულ რიტორიკას ევროპელი ლიდერების მისამართით, ქართული ოცნების ლიდერებისგან, ასევე ოცნების პროპაგანდა აქტიურად მუშაობს დასავლეთის და ევროპის წინააღმდეგ და ძალიან თვალნათლივ ჩანს, როგორ შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესი ქართულმა ოცნებამ. ამიტომაც მოქალაქეები თვლიან, რომ ამ დროს, როცა საფრთხე უკავშირდება არა მარტო თითოეული მოქალაქის ცხოვრებას, არამედ ქვეყანას, საქართველოს, მის თავისუფლებას, ამ დროს აუცილებელია ბრძოლა და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მე გავისაუბრები აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს, რომ გავიგო მათი მოსაზრებები ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, რო გაგესაუბროთ შეიძლება. ბოდიში რო გაწყვეტილებთ რა პირდაპირ ეთერში. როგორც ვიცი, თქვენ ბოლო დღეებში დადიოდით აჭარის სოფლებში, ხვდებოდით მოსახლეობას, მოქალაქეებს. როგორი იყო ეს გაგიზიარეთ შეგრძნებები მოქალაქეებთან შეხვედრას და ბევრი ამბობს, რომ შეშინებულია ხალხი ან იმედგაცრუებულია, თქვა იგივე რაც მოხდა უნგრეთში, ვერ მოხდება საქართველოში, იმიტომ რომ იქ მაინც სხვა მომენტი მუშაობს, თქვა ის რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ მოქალაქეებთან შეხვედრა? მე მაღალმთიან აჭარაში არ ვიყავი სამწუხაროდ ამ შეხვედრაზე, მე აქ ბათუმში ვიყავი. სხვადასხვა ბათუმი ძალიან კარგად გრძნობს იმ პრობლემებს და ხედავს, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. არის ნიჰილიზმიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილებაა. და ეს ხალხი ამას შეგუებულია. უბრალოდ რაღაცა მომენტი გვაქვს ყველას ერთად გასააზრებელი და ერთად გასაკეთებელი. აი ეს მომენტი, რომ უნგრეთს ესეთი მზა რეცეპტები რო არსებობდეს, ძალიან კარგი იქნებოდა ყველასთვის. არის მან ბევრი მომენტი, დიახ, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, იქ ისეთი ტერორი მოსახლეობაში ვერ ქონდა და არ ქონდა მოსახლეობა, სხვა რაღაცები იყო და რაც მთავარია, ალბათ იმითი, რაცაც ერთნაირად გვაშინებდნენ ორბანი და ივანიშვილის მთავრობა, რომ იქნება ომი, თუ არ ვიქნები მე, უნგრეთში ნაკლებად იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ აქაც უკვე ყველამ მიხვდა, რომ ეს ძალიან დიდი პოპულიზმი და სამწუხაროდ ჩვენი ძალიან დიდი ტკივილზე ფეხის დაჭერა იყო. ომის გამოცდილება, ხო, როცა ძალიან ახლოს ძალიან ახლოა პერიოდი, ჩვენ არ დაგვიწყებია 2008 წელი და ვიცით, ეს არ არის ისტორიის ფურცლებიდან ამოკითხული, ან რაღაცა ისეთი, ჩვენ ვიცით ეს რა არის და ამ თაობას გვაქვს შიშიც და პასუხისგებლობაც, რომ არც ამოქალაქო ომი და არც ომი ჩვენ არ გვინდა. მაგრამ აი ეს თავი გზავნილი რაც აქვს ოცნების პროპაგანდას, აბა ომი გინდათ, ეს გზავნილი ფიქრობთ, რომ არ მუშაობს ასეთ ეფექტურად? იმუშავა რაღაცა პერიოდი ნამდვილად იმუშავა, მაგრამ ეხლა ადამიანები, მე არ ვიცი, ოცნება ძალიან ცუდად უყურებს ჩვენ საზოგადოებას, რატომღაც ფიქრობს, რომ რასაც მიაწვდის ეს საზოგადოება ყველაფერს ისე მიიღებს, როგორც ის, მე არ მაქვს ნამდვილად ესეთი ცუდი წარმოდგენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და ადამიანებზე, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობ. და მე ვფიქრობ, რომ იმ ეფექტმა იმუშავა ყველაზე, უმრავლესობაზე ომი, მაგრამ ეხლა უკვე ეს აღარ მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა დგება გარდატეხი მომენტი და ეს ნიჰილიზმი უნდა დავივიწყოთ. რამე მოხერხდება თქვენი აზრით, აი რაღაც პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზება, რომ მოქალაქეებმა დაინახონ, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებების მიღწევა, რომ არსებობს არჩევანი ასევე, ვისაც შეიძლება მიენდონ. იცი რა არის? აი ჩემაგალიძე გეტყვით. 50 წლის ვხვდები და ცხოვრებაში ზუსტად 9 წლის წინათ რომ იმეს ეთქვა ჩემთვის რომ რომელიმე პარტიაში შევიდოდი, ხო, მიტყოდი რომ არა ხარ კარგად, მინიმუმ ასე ვეთქოდი. მაგრამ ჩემი აი ახლა თავისუფლების მოედანში შესვლა განაპირობა იმად, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა. ეს არ არის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ უკეთესი ეკონომიკა გვექნება თუ უკეთესი ჯანდაცვა. ეს არის ქვეყნის გადარჩენა. თუ ქვეყანა ვერ გადავარჩინეთ, მე არც ეკონომიკა და არც ჯანდაცვა უკვე საერთოდ საფიქრაიც არ გვექნება და სამწუხაროდ
ბევრი უფრო დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით, ვიდრე ეხლა საზოგადოება არის და გასაგებია, რომ ადამიანს რომელსაც ნაკლები ხელფასი აქვს, ბევრი რაღაცა პრობლემები აქვს, სამსახურიდან გათავისუფლებებია, უყურებენ ამ სამსახურიდან გაშვებულ ხალხს, რომ ვერაფერის ვერ შოულობს კიდე დაბლოკი, მაგრამ თუ ერთად შევიკურებით, ხო? ვერც ესე გაბედავენ სამსახურებიდან ხალხის გაშვებას და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ანუ სოლიდარობა არის ერთ-ერთი გასაღები და ის რომ არ შეეგუონ მოქალაქეები იმას, რასაც ამკვიდრებს ქართული ოცნება, ხო? აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი პატიმრები, სინდისის პატიმრები გვაძლევენ ამის მაგალითს. ეხლა მე ბათუმში ვარ და არ შეიძლება მზია არ ვახსენო და ჩემი მაგალითია, ჩემ თანამედროვე გმირია მზია. ეხლა შეიძლება ვიღაცისთვის ეს პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც 500 დღეა რუსთაველზე დგავართ თბილისში და აქაც ეხლა აქციაზე ვარ და სადაც ჩავდივართ ამ აქციებს. კი, აქაც ყოველდღიურად იმართება ეს საპროტესტო აქცია. კი, რა თქმა უნდა, ეს ბათუმას ხოთაშორის ძალიან დიდი როლი შეასრულა და მე მადლობელი ვარ ბათუმელების და ბათუმელი ახალგაზრდობის, იმიტომ რომ მათმა სტუდენტურმა ტალღამ თბილისში გადმოინაცვლა და არა თბილისიდან აქ. ამიტომ აქაც მინდა რომ ბათუმელ ახალგაზრდებს უთხრა რომ გვახსოვს და კიდე ერთხელ ველოდებით მათ აი ამ ძალიან ესეთი შემართებით და გადამდე ბრძოლას და სინდისის პატიმრები გვაძლევენ ზვიადი არაჩვეულებრივი ბათუმელი სტუდენტი ხო ზვიად ცეცხლაძე ზვიად ცეცხლაძე აი და აი მისი მშობლები ყველა არ ვიცი აი კეცვი ხრი და მე არ მგონია გარეთ რო ვართ უნდა ვიბრძოლოთ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და მე არ მგონია რომ როცა იბრძვი ვერ იმარჯვებ მით უმეტეს როცა მართალი ხარ მადლობა თქვენი სახელი რა შემოგცენოთ ეკატერინე მაისაია მადლობა მადლობა ასეთია მოკეთ მოსაზრებები ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ჩვენ უსმენთ მათ შორის თავისუფლების მოედნის წევრებს, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას კარ და კარ აჭარის სოფლებში, მთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხვალ ისინი აპირებდნენ გამართონ სამოქალაქო ფორუმი ბათუმში, სასტუმრო რედისიონში დღის 2 საათზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს ამ სამოქალაქო ფორუმს და გამოხატოს თავისი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვუშველოთ ამ ქვეყანას, შეიძლება ასე ითქვას. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს პროექტ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მივიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.